თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ და საქართველოს პარლამენტის წევრებმა ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბაზა მოინახულეს და რეზერვისტების მომზადების პროცესს გაეცნენ. თავდაცვის მინისტრთან ერთად ბანაკში პარლამენტარები ნუგზარ ციკლაური, აკაკი მინაშვილი და სხვები იმყოფებოდნენ. ამ ეტაპზე რეზერვისტები წვრთნების შემდეგ გამოცდებს აბარებენ. ნუგზარ ციკლაურის შეფასებით ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და არსებითია გამოცდილი სარეზერვო სისტემის ქონა. აკაკი მინაშვილის განცხადებით კი საქართველოს თითოეული მოქალაქის წვლილი ქვეყნის უსაფრთხოების საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ახლა დავიწყეთ რეზერვისტების მომზადება ძალიან საინტერესო პროგრამით, მაგრამ თავარი სიახლეა, რომ ძირითადად ვიყენებთ რესურსად იმ კატეგორიის მოქალაქეების, რომლებსაც რაღაც სახით გავლილი აქვს სავალდებულო სამხედრო სამსახური ან საკონტრაქტო სამხედრო სამსახური. ანუ ვინც არის ჯარში ნამყოფი, ესე ვთქვათ, იმ ხალხს ვიწვევთ და მოკლევადიანი, ორკვირიანი, 16-დღიანი გადამზადების კურსია. ზოგადი პროგრამა, რომელიც არსებობს 45 დღიანი, ეს არ იქნება გამოყენებული მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვინც არასდროს არ არის ნამყოფი არჩეთ შეიარაღებულ დანაყოფში და არაფერი ელემენტარული არ იცის. პირველ რიგში თქვენიც რომ უსაფრთხოება არის ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი და ამ საკითხში თითოეულ ჩვენთაგან თითოეულ საქართველოს მოქალაქეს შეუძლია დიდი წვლილი შეიტანოს და რეზერვი არის სწორედ ის ადგილი, სადაც შეუძლია ჩვეულებრივ მოქალაქეებს ეს ახალი უნარები შეიძინონ. ჩვენ დავათვალიერეთ მას ახალი ბანაკი რეზერვის და ყოველთაოს შეფასებით ჩვენ წინ მივდივართ.